ჩვენ ახლა მოვედით ჯვრის მონასტერის მახლობლად, აი ზემოთ არის ჯვრის მონასტერი, როგორც თქვენ ხედავთ და მოვედით არა იმიტომ, რომ ჯვრის მონასტერზე მოგიყვეთ, არამედ იმიტომ, რომ ვნახოთ წმინდა ნინოს წყარო, რომელიც ლეგენდის თანახმად არის სასწაულმოქმედი. მე ჯერ არ ვყოფილვარ იქ და ამიტომ მინდა რომ თქვენთან ერთად გავიარო ეს გზა და იცოდეთ სად არის, გასწავლოთ როგორ უნდა მოხვიდეთ აქ და ერთად შევამოწმოთ ლეგენდა რამდენად მართალია. მოდი წავიდეთ და განახებთ გზას. ერთი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ გზა საკმაოდ არა კომფორტულია, ამიტომაც იმისთვის რომ კომფორტულად ჩახვიდეთ გზაზე, გირჩევთ რომ სპორტული ფექსაცმელი ჩაიცვათ. აუცილებლად აქ თუ წამოხვალთ, ჩემი რჩევა იქნება რომ კარგ ამინდში ჩამოხვიდეთ და წამოხვიდეთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ აქ ჩამოსვლა. ასევე როგორც ვიცი, ჯერ არ მინახავს და თქვენთან ერთად სწორედ ამის სანახავად მივდივარ. წმინდა ნინოს ეს პატარა ეკლესია, სადაც წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი წყარო, რომელსაც ძუძუს წყაროს უწოდებენ, მდებარეობს მწვანე ფოთლოვან ხეებში ჩაფლული. მისი შემჩნევა საკმაოდ რთულია. სიმართლე რომ გითხრათ, რამდენჯერ ყოფილვართ აქ, თუმცა ეს ბილიკი აქამდე არც ჩვენ შეგვინიშნავს. მივხვდი რომ რაღაცეები დაამატეს იმისთვის, რომ აქ მოსული, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის ადვილი ყოფილიყო. მაგალითად ეს მოაჯირები, რომელიც მართლა გვეხმარება იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავიდეთ დანიშნულების ადგილამდე. თუ რა დაგხვდება, ამას იმედია რომ მალე ვნახავთ. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი რა მანძილი დაგვრჩა კიდევ გასავლელი. აბრად გამოჩნდა, მეგობრებო, გთხოვთ მოილოცოთ წმინდა ნინოს სახელობის ძუძუს წყარო. ღმერთმა დაგმოწოთ. მე მგონი მოუახლოვდით დანიშნულების ადგილს და წამოდი ერთად ვესტუმროთ წყაროს. როგორც ვიცით, წმინდა ნინოს წყარო 2007 წლიდან ფუნქციონირებს ჯვრის მონასტრის მიმდებარედ. აქ წმინდა ნინოს სალოცავსა და წყაროს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს, სხვადასხვა ჩივილებითა თუ უბრალო ინტერესის გულისთვის. ჩვენც ვესტუმრეთ წმინდა ნინოს სალოცავს. დავათვალიერეთ დავანთეთ სანთელი. მოვილოცეთ. შემდეგ კი წყაროს ვესტუმრეთ. თუმცა, სანამ წყაროს ვესტუმრებოდით, გარეთ გამოსულს მამა ზაბულონი შეხვდა. მამა ზაბულონი მომლოცველებს და იქ მისულ სტუმრებს უხსნიდა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ წმინდა წყაროზე აღებული წყალი, იმისთვის რომ მათთვის საუკეთესო შედეგი მიიღოთ. წყაროზე მოვედით, ეხლა ჩავიდეთ და ერთად ვნახოთ, თუ აქვს თუ არა მართლა უმირძის გემო ძუძუს წყაროს, როგორც ლეგენდა გვამცნობს. თან ერთად გავსინჯოთ ჩვენი სასწაულმოქმედი წყარო. წყაროს წყალი ნამდვილად ცივი და გემრიელია. ვერ ვიტყვი რომ უმირძის გემო აქვს, რადგან უმირძე მე ნამდვილად არ გამისინჯავს. დაახლოებით კილომეტრზე მეტი დაგჭირდა იმისთვის, რომ
ბილიკი ჩამოგველო და ჩამოსულიყავით წმინდა ნინოს წყაროზე, რომელსაც ძუძუს წყაროსაც უწოდებენ, რომელიც გამოირჩევა თავისი სასწაულმოქმედი თვისებებით. ლეგენდა ასე გვიყვება და საკმაოდ ბევრი ადამიანი სტუმრობს. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ აქ. იგივე მანძილის გავლა მოგვიწევს ახლა ისევ ზემოთ, რომ დაუბრუნდეთ ჩვენს ადგილს. მანამდე კი აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ კომპასის YouTube არხი, იმისთვის რომ უფრო და უფრო საინტერესო ადგილები, უფრო და უფრო საინტერესო თემები და კარგი სანახაობა შემოგთავაზოთ.